პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა. Ამ საკითხზე დეტალურად კოლეჯ სპექტრის დირექტორმა მათე ტაკიძემ მედია ჰოლდინგ კვირას პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით აღნიშნული ჯილდო იმის მოტივაციას ქმნის, რომ პროფესიულ განათლებაში გაცილებით მეტი ჩართულობა იყოს. კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც მათე ტაკიძემ განაცხადა, ნებისმიერ მსურველს საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით მოღვაწე ოპერატორებს შესაძლებლობა ექნებათ ამ ჯილდოს მიღებისთვის იბრძოლონ. გამოცხადდა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს შესახებ კონკურსი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს კონკურსი დაიწყო 2017 წლიდან და მისი მთავარი სპონსორი გახლავთ გუდავაძე ბატარგაციშვილის ფონდი. გარდა ამისა, მთავარი მხარდამჭერი ბუნებრივია გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო. არის ძალიან საინტერესო მიმართულებები, წლის საუკეთესო პროგრამა, წლის საუკეთესო პედაგოგი, წლის საუკეთესო მასწავლებელი, წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორი, ხოლო სპეციალური ჯილდოები, რომელიც დაწესებული აქვს ესევე საქართველოს პარლამენტს, რომელიც ეხება ინკლუზიური განათლების განვითარებას ქვეყანაში, ესევე სპეციალური ჯილდო დაწესებული აქვს პროფესიული უნარების სააგენტოს, საქართველოს საელჩოს, საქართველოს ისრაელის საელჩოს საქართველოში და ესევე ბიზნეს ასოციაცია, რომელიც ესევე შემოვიდა პროფესიული განათლების მიმართულების განვითარების მიზნით და მადლობა მათ ამისთვის. შესაბამისად ვგონებ, რომ ეს მიმართულება კიდევ ერთხელ ხდის ნათელს იმისას, რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარება. პროფესიული განათლების როლი იზრდება, პროფესიული განათლების მიმართ მოთხოვნილება იზრდება და განსაკუთრებით გვახარებს ის საკითხი, რომ ახალგაზრდების შემოდინება გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ პროფესიული განათლების როლის განვითარებაში და ზოგადად პროფესიული განათლების როლის განვითარება ნიშნავს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესის განვითარებას, ადამიანების კეთილდღეობის განვითარებას, მათ პირადი ცხოვრებისა და პირადი კეთილდღეობის განვითარებას. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ კიდევ მუშაობას. პროფესიული განათლება არის აბსოლუტურად უფასო, სახელმწიფო არის მთავარი დონორი ამ მიმართულებაში. ყველა პროგრამა, რომელიც კეთდება კოლეჯებში პროფესიული განათლების სისტემაში, ეს მზადდება ბიზნესთან ერთად. პირველად მთლიანი შინაარსობრივი ნაწილი იქნება ბიზნეს ექსპერტების ჩართულობით და როდესაც ვალიდაციას გადის უკვე ბიზნესთან პროგრამა, ამის შემდგომ გავდივართ ჩვენ სახელმწიფო ავტორიზაციას პროგრამისას და ამის შემდგომ ვიწყებთ უკვე სტუდენტების მოზიდას. თვალის ანთება და ალერგია საკმაოდ ხშირია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში. სპეციალისტების განცხადებით, ბოლო დროს გახშირდა ალერგიული დაავადებები. მაგალითად, თვალის სიწითლე, ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები და სხვადასხვა ანთება. დღეს ეფექტური მკურნალობის გზაც არსებობს. მთავარია პრობლემას დროულად მიაქციოს ადამიანმა ყურადღება და მკურნალობა სწორად წარიმართოს. როგორც ოფთალმოლოგი ნინო დვალი აცხადებს, აუცილებელია ასეთ დროს მოვერიდოთ ისეთი საკვების მიღებას, რომელზეც ადრე დაფიქსირდა ალერგიული რეაქცია. მისი განმარტებით, ზოგიერთმა ალერგენმა შეიძლება პირდაპირ ზეგავლენა იქონიოს თვალის ლორწოვან გარსზე და გამოიწვიოს ალერგიული კონიუნქტივიტის განვითარება. მან ამ მიმართულებით მოქალაქეებისთვის გარკვეული რეკომენდაციაც გასცა. ნინო დვალის განცხადებით, მძიმე ალერგიული რეაქციების შემთხვევაში აუცილებელია ალერგოლოგის ჩართულობაც. ალერგია არის იმუნური პასუხი ამა თუ იმ გამაღიზიანებელზე. ეს შეიძლება იყოს გარემოში არსებული გამაღიზიანებელი ალერგენი, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი საკვები, მედიკამენტი, ან თუნდაც კოსმეტიკის რამე ინგრედიენტი. ყველაზე ხშირი არის სეზონური ალერგიები, რომელიც იწყება ძირითადად გაზაფხულზე და ასევე გრძელდება ზაფხულშიც. ალერგია უფრო ხშირად გვხვდება ბავშვებში, თუმცა ზრდასრულებიც არ ვართ დაზღვეულები იმისგან, რომ რამე ალერგიული რეაქცია მოგწვეს, თუნდაც ნებისმიერ მცენარემა, ნებისმიერმა საკვებმა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნებისმიერ ექიმს ვესტუმრებით, მათ შორის ოფთალმოლოგს აუცილებლად ვუთხრათ, თუ რამე ალერგიული რეაქცია გქონდა წარსულში, თუ ვიცით რაზე გქონდა ალერგია და ზოგადად ვართ თუ არა ალერგიულები. რაც შეეხება ოფთალმოლოგიის თვალსაზრისით, ალერგიული რეაქციის მკურნალობას ძირითადად შეგვიძლია დავყოთ ორ სუბტიპად. მაგალითად, პირველი ეს არის, რა თქმა უნდა მოვერიდოთ იმ გარემოს, რომელშიც ვიცით, რომ გვიმწვავდება ალერგია და
ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ ბავშვებს და მოზრდილებს, ვისაც აქვთ მზის ალერგია, რომ გამოიყენონ მაღალი ხარისხის მზის სათვალე ქუჩაში ყოფნის დროსაც და რა თქმა უნდა ზღვაზე ყოფნის დროსაც, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან, არამედ გამაღიზიანებლისგან ფიზიკურ დაცვის საშუალებასაც წარმოადგენს. ქავილი, ცრემლდენა, ეს ყველაფერი დისკომფორტი, ეს ყველაფერი შეიძლება ახლდეს ნებისმიერ ტიპის კონjunktივიტს, მათ შორის ალერგიულ კონjunktივიტს, ასევე სინათლის შიში, ესეც ისეთი უნივერსალური სიმპტომია, რაც არა მხოლოდ კონjunktივიტებს ახასიათებს, ასევე მშრალი თვალის სინდრომს და თვალის ზედაპირის დაავადებებს. ადენოვირუსული კონjunktივიტები, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ხდება ხშირად და გაზაფხულზე, როდესაც ამინდი იცვლება და ბავშვები ავადობენ ხშირად, მაგალითად, ბავშვი ან ზრდასრული იყო ავად, ჰქონდა სიცხე, ყელის ტკივილი, სურდო, რამდენიმე დღეში გაუწრთლა თვალები, დაეწყო ჭარბი, გამჭვირვალე გამონადენი, ქავილი, დისკომფორტი და მაგრამ რამდენიმე დღეში ასევე დაეწყო ყვითელი გამონადენი შეამჩნია, წამწამების შეწებება, ყვითელი ეს ქერქების დაგროვება დაეწყო. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ვირუსული კონjunktივიტი დაიწყო, შემდეგ ქავილის დროს მაგალითად ან თუნდაც შეიძლება უბრალოდ შემთხვევით მოიკიდა ხელი თვალზე პაციენტმა, შეიტანა ბაქტერიული ინფექცია და ვირუსულ კონjunktივს დაერთო ზედ ბაქტერიული. როგორც კი შევამჩნევთ თვალის სიწითლეს ან ნებისმიერ დისკომფორტს და ვთქვათ რამე ვირუსული ინფექცია გადავიტანეთ ახლო წარსულში ან ეხლა გვაქვს, აუცილებლად უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს, ეს სიმპტომები არ უნდა მივაყურადოთ, იმიტომ რომ შეიძლება გართულდეს და შემდეგ არც თუ ისე სასურველი შედეგი დამთავრდეს. ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ავტომობილის გასაღები საშუალოდ 4-ჯერ მეტ ბაქტერიას შეიცავს, ვიდრე ტელეფონის ეკრანი ან კომპიუტერის კლავიატურა. დაკვირვების ფარგლებში სპეციალისტებმა ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხზე 2000 მძღოლი გამოკითხეს. კვლევის შედეგად აღებული სინჯები ლაბორატორიაში შეისწავლეს. გასაღებზე საშუალოდ 241 ბაქტერია დაფიქსირდა, ტელეფონზე 66, ხოლო კლავიატურაზე 68. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხული მძღოლების მესამედი არასოდეს ასუფთავებს საკუთარ გასაღებს. გამოვლენილ მიკრობებს შორის ყველაზე გავრცელებული აღმოჩნდა სტაფილოკოკი. კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა კუჭნაწლავის დაავადებების გამომწვევი ბაქტერიის კვალიც. სპეციალისტების განცხადებით, ავტომობილის გასაღების დასუფთავება რეგულარულად უნდა მოხდეს. ამისთვის მძღოლმა უნდა გამოიყენოს რბილი ნოტიო ქსოვილი და საპნის ხსნარი. არ უნდა მოხდეს ძლიერ მოქმედი ქიმიური საშუალებების გამოყენება, რომ არ დაზიანდეს გასაღები.